პაემანზე, უთხარი და არ წავიდეს იმ დიტოსთან პაემანზე. ნიკა, ელენი არის უკვე დამოუკიდებელი ადამიანი, თვითონ უნდა გადაწყვიტოს რა და როგორ უნდა გააკეთოს. მე ვერაფერს ვერ ვეტყვი. უთხარი და ფულს გაჩუქე. დაგმინდა შენი ფული. რა გაპატიჟი ბუბოებსაც. რა შედი იყო წესიერ მოიგეთ გამომართ რა თმინდა ეს რა. 5 ლარია ის კი არ არის. რომელი ჯობია? გადასარდება? არა, ნიკა. ჩასაცმელად. ჩასაცმელად არც. ლაშა, შენ მაინც მითხარი. მე ვერაფერს ვერ გეტყვი ელენე. მე ვარ მამაკაცი. თან შენი ძმა. ხო, და ეხლა მე როგორ უნდა გითხრა, ეხლა მე არ მინდა არანაირი სურვილი არ მაქვს გითხრა რომელი კაბა უნდა ჩაიცო პაემანზე. და საერთოდ ძალიან გთხოვ უჩამრევ ამ საქმეში. კარგი, მაშინ ამ კაბას ჩავიცო. მოდი, რა მაგას ჩაიცნე, მეორე ჩაიცო. და ტონალური ზედმეტი ხო არ მომივიდა? არა. არა, ტონალური არის კარგი. კარგი. შევიდა რა არის ტონალური? წარმოდგენა არ მაქვს. ესე იგი მიდიხარ ხო? ნიკა, მე და შენ ხო ვილაპარაკეთ ამ თემაზე. მამა ხო გიყვარდა და მეორე სიყვარული ხომ არ არსებობს. ერთხელ გიყვარდება და მორჩა ხო ლაშა? ვა, პროფესორო, მელოდებოდი პატა? გელოდებოდი რა, პრინციპში არა, არ გელოდებოდი, წასვლას ვაპირებდი, მაგრამ მობძანდი. მობძანდი. დავკეტო? არა, მე დავკეტო? კი ბატონო, დავკეტო. დიახ, პატ რაღაცა მინდა გთხოვო. მართლა, აბა გისმენთ. მოიცა პროფესორო. მოიცა რა, სოლომონო თქო? არა, შენ კი არა, თათიას მინდა ხელი უთხოვო რა, მაგრამ ჯერ არა და დროებით მინდა შენთან შევინახო თუ შეიძლება. როგორ არ შეიძლება? კი, შეინახე პროფესორო, რა პრობლემაა? მომეცი, მოიცა თათიას სოლომონოს თქო? კი, და ტექსტის მოფიქრებული რა უნდა უთქვა. მართლა? კი, როგორ? კი, როგორ არა, მაინტერესებს, აბა? ხო, აი ეს გავიჭერ და ის
თათია მართალი ამ ბეჭედში ძალიან ძვირი გადავიხადე 1300 ლარი, მაგრამ შენ ჩემთვის უფრო ძვირფასი ხარ. ძალიან სერიოზული ტექსტია პროფესორო. კი, მაგარიტები მომეცი, შევინახავ, მომეცი. მოიცე ერთი წუთი თუ იმერია. 1 2 3 4 რა საკითხი? მოიცე რა საკითხი? არა ეს ისე რა, გაუგებრობა რო არ მოხდეს. გასაგები ხანაგები ვარ და არა, პრობლემა არ არის, გასაგები. 5 ბრილიანტის თვალი აქვს, 958 სინჯი და შეინახე აი იმ ადგილზე. გასაგები, აი ამ ადგილზე ვინახავ, აი მოდი პროფესორო, აჰა, აი ამ ადგილზე, აი უყურე შენახული, აი უყურე, აჰა, შენახული. აი. ხო, გასაგები. აჰა, შენახული. კეთილი. ხომ წავედი ხო მაშინ ცეზიუმის მეთოქსიბრომიდზე სამოხს დაწყებული და ჩავაკითხავ, ხო? მაგაზე? ხო, და ეგ რა არის? დროზე თუ არ ჩავედი, გაიგებ. კი არა. დროზე მართლა დროზე თუ არ ჩავედი, შენ კი ამ მთელი სამეზობლო გაიგებ. მე წავიდა ტემში, წავიდა პროფესორ, წავიდა. მე მამას დაურეკო. გამარჯობა. მე მაქვს გასაჩილი, ჩემო მეგობარმა მომიყვანა პორშეთი. ვაიმე, ვინ მოგიყვანა თამ? სოფი, თეკლა არ არის სახლში. ბატასთან გავიდა ახლახან. მაგიტომ იდგა სადარბაზოში მკვდარი კატის სუნეტყობა მისი სუნამო. გამოყენჭული ხარ, ხარ? პაერმანზე დიტომ უნდა გამომიაროს და მე საქმე დავჭდებით. აი, მოიცადე? მომიყევ. არა, სოფი, არ არის საჭირო, ლაშა მიცის. კაი. გამარჯობა, სოფი. გამარჯობა. მოდი აქ მოდი. რატომ დაელაპარაკე მამაშენს? კი. რა უმერე? რავდა საჭეს თანიჟდა და დააჯერე მის ტელეფონზე ლაპარაკის გამო. ლაშა წავედი კაფეტერიაში ბევრი საქმე გვაქვს, წამოდი. ხო, წამოდი. ჩვენ გავალთ ხო? ლაშა წავედით რა, მართლა ბევრი საქმე გვაქვს. ხო მოვდიოდი. ხო და წამოდი. ო, წავედი ჩვენ ადექი ლაშა, აღარ შემიძლია ადექი. წეღან ხო ავდექი. ხო, გავაიცი ჩვენ. საერთოდ რა გავაკეთო, ხელს რო კიდე ბიჭიშება და როგორ წავიყვანო? რა ვიცი, რამე ჯოხი აიღე და იმით გადენი. მელოდებოდი პო. არა თეკ. უბრალოდ ანუ მაღაზიაში რო ჩავიდო და რო ამოვიდოდი მე რეგელოდებოდი. ბატა მაღაზიაში ჩადი, ხარ მაშინ იოგურტი ამოიტანე რა. იოგურტი გვაქვს მაცივაშია. მაცივაში რო იოგურტია ეკაფუჭებულია. მართლა, მაშინ აფთიაქში შევივლი. შენ რამე ხوار წამოგიღო? არა. კარგი, წავედი კოცნით ეგ. გაკოცე. კარგი კოცნი. ის საფულე დამრჩა. წავედი კოცნით ეგ. გაკოცე. კაი. ის მობილური დამრჩა. წავედი კოცნით ეგ. კოცნი. ეს თეკ საღამოსთვის შენთვის მოხს რაღაც სურპრიზი მომზადებული და მოკლედ საღამოსთვის ელოდე. კარგი, წავედი კოცნი. აი, სერან შეიძლება ვერ გაიგე და კოცნი. ხო, პატა სანამ ამოვა საჭმელს დავახვედრებ. ბეჭედი? ვისა პატამ თქვა საღამოს სიურპრიზი მაქვსო, აქ ბეჭედს მალავს. ვაიმე, ხელი უნდა მთხოვოს.
ნაწილი 100 კაციანი ჯობია თუ 150 კაციანი. ბავშვები რომ სკოლაში უნდა შევიყვანოთ. აი მე რა მაგარია პაატა მეტყვის სულად გამომყევი. მე ვიტყვი კი პაატა იტყვის აი მე რა მაგარია. არა, მაგრამ ესე პირდაპირ ვერ დავთანხმდები, მაინც რომ მეტყვის, მე უნდა ვუთხრა, რომ მოსაფიქრებლად რომ მჭირდება. თუმცა ახლა ხომ ვიცი და ამიტომ ახლა საღამომდე ვიფიქრე და რომ მკითხავს, მოფიქრებული მექნება და დავთანხმდები, მაგარია. ხო, სესილი მე ვარ. კი, გადავწე 1 საათი წინ. მაჯის საათის გადაწევაც მინდოდა, მაგრამ ისეთი ძველი ბატარეები ვდებს, რომ 4 საათით უკან გადმოწევა მომიწია. ხო, ეხლა იფიქრებს, რომ დიტო აგვიანებს და გაბრაზდება. გენიალური გეგმაა. ობიექტი მეხური გადავედი. ნიკა, შენი ფრის დალევის დროა. აუ, გადამეწია რა 2 საათი წინ რა. ნიკა, რა მალე გარბის დრო? უფრო მალე გაიწევ და უბრალოდ შეესვათ. ეს სამდახანს უნდა მოსულიყო. კაიდე, ნუ ნერვიულობ. აი მამა სურათები დაათვალიერე და გაგიψს. ძალიან პუნქტუალური, არასოდეს არ აგვიანებს ხომ. რამე ხო არ შემთხვა, დაურეკავ. დედა, ნუ ახლა კაცი პაიმანზე არ მოდიოდეს და შენ ურეკავ. სად არის შენი თავმოყარეობა? მართალი ხარ ნიკა, თუ რამე უჭერს თვითონ დამირეკავს. ნუ ახლა კაცი რომ 2 წუთს, 5 წუთს, 10 წუთს იგონებს ეგ არაფერია, მაგრამ 15-ს. ნიკა, მოვა, ცოტა აგვიანდება და მოვა. სკოლაში რომ 2 წუთს აგვიანებ ხოლმე მაგაზე ერთ ამბავს წეხავდა. ნუ მაინდა მიდი ლაშაბიძიას დაურეკე, ხო მალე მოვა, სახლში მარტო ვერ დაგტოვებ. რა დროს ლაშაბიძიას თან დარეკვა? შენ ესე დღეში ხარ, დიტოს პაიმანზე არ მოვიდა. შენ კიდე გამოიპრანჭე და ელოდები არს გაგაფრთხილა. დედა, მე იძულებული ვარ ესეთ მომენტში შენს გვერდით ვიყო. უკან და გვერდით. დედიკო. ლაშა, თეკლა როდის მოვა? 2 წუთში მოვა. კარგი, მაშინ მოდი დავიწყოთ, იცი? იცი რა მგონია, აქ თქვენ რომ გინდოდათ შუშის კედლის გაკეთება, მგონი ჯობია ჩვეულებრივი კედელი გავაკეთოთ. რა. იცი რა, გოგოები რომ მოვლენ, ალბათ მიაშტერდები და ბიზნეს ჩაგივარდებათ. არა, რას მივაშტერდები, როდის მივაშტერები ვარ, ეხლა რომ მივაშტერდე რა. არ მივაშტერდები, იყო შუში. არა, ლაშა, დამჯერ ჯობია ჩვეულებრივი კედელი იყოს, მაგრამ აი რა ფრად შევღებოთ? ქერად? ან იყოს ქერა არ შევღებოთ. კი ხდება ქერა. როგორ ახარ? კარგად, რაღაცა მოსუქებულ ხარი. მართლა? კი, ან შეიძლება ბევრი ტონალური გისვია იქ. რა კარგად მითხარი, გამეცი და ყველაფერი მიყვარს, სახეები, ეს კედლები, შენი ერთი ზომით დიდი კაბა გაწეწილით, მასაშნელი ფესოთმელი სათვალეები. მოვჭით, რაღაცა დაგვრჩა მხოლოდ, იცი? ვა, თეკლა მოხვედი როგორ ახარ? თეკლა, ჩვენი კაფედერია მალე მზად იქნება სტუმრების მისაღებად, კლიენტების, ცხადია სოფის დახმარებით. ხო, ერთადერთი რა დავარქვათ? ის პირველს გვინდა დავარქვათ კოტეო და კაფეტერიაზე გეკითხები. მაშინ პაატა. მე სოფი უფრო მომწონს. სოფი და პაატა? არა. კარგი, მაშინ მოდი თქვენი სახელის დასაწყისი ავიღოთ. თეკდალა. მაგარია. მაგარია თეკლა. მაგათაც მატლუებ. მე მომწონს, მაგრამ პაატა უფრო მომწონს.
მოიფიქრეთ, მე წავალ და თქვენ მერე მითხარით, ხო? ხო, კარგი. ნაჭეს თეკლა? ვაშა ძალიან ბედნიერი ვარ, ისეთი ბედნიერი ვარ, რომ მინდა მთელ მსოფლიოს გავაგებინო, რომ ბედნიერი ვარ. მართლა რატო? ვერ გეტყვი. თეკლა მითხარი და მეც მაგარ ისტორიას მოგიყვები. ელენე რომ ვიტოს ხდება, ეგ ვიცი, სხვა რამე მოიფიქრე. სხვა ისტორია არ ვიცი და იცი რა, მაშინ თუ უთქმელად გამოიცნობ, მაშინ გეტყვი. თუ გამოვიცნობ მე რაღაც მეტყვი თეკლა. მოკლედ ტიტო ერთხელ არა მაშინ რაღაცა მინიშნება მომეცი თეკლა, აბა ისე როგორ გამოვიცი? მინიშნება რომ მოგცე ვაშა თქმა გამოდის. თუ გინდა ისეთ მინიშნებებს გეტყვი, რომლებიც არ გამოგადგება. არ მინდა ეგეთი. კანოლა ცოტა აგვიანდება, ისე მართლა ამდენ ხანს რატო არ მირეკავს? აგვიანდება ალბათ. დარეკავს. ისე დედა გახსოვს მამა რა პუნქტუალური იყო, რომ დააგვიანებდა შე რომ ურეკავდი ჩხუბით, რომ იტყოდა 2 საათს დამაგვიანდებაო. ზუსტად 2 საათს დაგვიანებით მოდიოდა. 10 წუთი, აქეთი კი დააცელი არა. ნიკა, ეს საათი? ნიკა, ეს საათი 1 საათი თუკან არის. ვაი. არა, უშავს გავახსოვებ. მიდი. დედა. ესეთი კაბები ახლა მოდაშია? კი, ნიკა, ახლა ეს ყველაზე მოდურია. მე მგონი ისე იგვიანებს. ის რომ მოა, ეგ აღარ იქნება მოდაში. იცი რა, ახლა უკვე მართლა გაუბრაზდი. რო არც მირეკავს, არა ვერ ხდები, რა უპასუხისმგებლობაა. კარგი დედა, ნუ ნერვიულობ. ეთყობა გუშინ ძალიან ბევრი დალია, ტელეფონის სასმელებში დახარჯა და ტელეფონი სადმე დაკარგა, ქუჩაში ცეკვის დროს. იცი რა? ჯობია საერთოდ არ მოვიდეს. ჯობია. მოვკლავ. მოკალი. მეთქენ თუ გამოვიცი. აბა. ბატონმა ბრუნდება? არა. ვიცოდი. მოიცა სოფის ქოლა კაბა გახეული და არ უთხარი? არა, ვაშა, მაგის ბედი ვინ მომცამე. დოლარის კურსს მაიწია? არა, ვაშა, არა, კარგი, ერთ მინიშნებას გეტყვი. ინდირა და ბობი. ინდირა და ბობი. ვა, თეკლა, რა მაგარია, გილოცა, მე რამდენი თვეში ხარ? ეგარა. აბა, მოიჭრა პატამ წითლად შეიძლება თმა? არა, ვაშა. ინგლისურად გეტყვი. ინგლისურად ნათქვამი ხო არ ითვლება? არა, ინგლისურად როგორ ჩაითვლება თქმა? ესე იგი. Tata and I are going to get married. Tata and I and Mary. აჰა. თეკლა მე გერმანული განათლება მაქვს მიღებული. კარგი, მაშინ აგიხსნე, მიყურე? მინიშნები? ხო, მინიშნები. აჰა, კი. სადარბაზოში ნათურა გაგექცა? არა. მარგარინის ფასმა დაიწია? ვაშა. 4. აჰა. ხო. ბიტლზებში მაკარტნი მოგწონს? არა, ვაშა. არა, იქ ხო მაკარტნია. აბა მაშინ ვერ გავიგეთ, ეკლა რაღაც წესიერად მითხარი, აბა მე უბნები მაკარტნი და მე უბნები და მე არა. ვაშა, პატამ ხელი უნდა მთხოვოს. მოიცა დამარცხლით ნათქვამი არ ითვლება, ხო? არა, რა მაგარია, თეკლა, გილოცავ, რა მაგარია, ძალიან გამიხანდა, აი, მართლა ძალიან გამიხანდა, რა მაგარია. ანუ პატაენ და აი. მაშა რა მაგარია, თან პატასთან რო გადავალ საცხოვრებლად, თქვენთან უფრო ახლოს ვიქნები. არა, თეკლა, პატასთან რო გადავალ უფრო შორს იქნები, ახლა ჩვენთან ცხოვრობ. არა,
მართლა ძალიან გამიხარდა თეკლა. ვიცი ვაშა რომ გაგიხარდა, მაგრამ გეხოწები არავის არ უთხრა. თეკლა. კარგი ახლა რა ვის რა უნდა უთხრა? არა, ვაშა მართლა სერიოზულად გეუბნები არავის არ უთხრა. დასლაპარაკობთ ახლა ძალიან მიგვიყვება. დამარცულით და არც გერმანულად. Nein. უკვე საათი და 5 წუთია იქმიანებს. არა, 8-ს მივეკავს. 5 წუთი მართლა გადაწყდა. მართლა იგვიანებს. არა რა, ყველა კაცი ერთნაირია. ხოდა თუ ყველა კაცი ერთნაირია, ბარემ შეუძლი მაგას. არა რა, როგორ ვერ როგორ ვერ მივხვდი რომ დეგენერატია. ლამაზი ყელსაბამი მაჩუკა, ლამაზ სიტყვებს მეუბნებოდა, ვაშკაცურად იქცეოდა. რა სულელი ყოფილა, როგორ ვერ მივხვდი. აბა, როგორ ვერ მივხვდი, აი, როგორ. და ქუსლანი ფეხსაცმელი მაინც გაიხადა და ისე ინერვიულებს, რომ კიდე ამოგივარდება მე. გამარჯობა. ბოდი შელენდი. ცოტა ხნით დავაგვიანე და. ცოტა არა. გაგერეკა მაინც გაგეფრთხილებინე. არა, ვიფიქრე, მაგრამ ხო იცი, არ მეგონა ასე თუ გავრაზდებოდი. ესე იგი დებილი გონი ვარ. არა, რა სისულელეს ამბობ, ელო. სულელიც გონი ვარ. არა, მე გამიხსოვს, აგიცნი. ესე იგი არ გისმენ და უზრდელიც ყოფილ ვარ. ლამაზი ხარ ელენე. ესე იგი ძალიან მადლობა. ესე იგი სულელი ყოფილ ვარ, უზრდელი ყოფილ ვარ, მაგრამ ლამაზი რო ვარ არა უშავს. ეს რომ მე არ მცალია საქმეები მაქვს. გამარჯობა ტიტოვიზია. კარი. ხო. ეს შენ მოგიტანა. მადლობა. ხო. ბოდიში შენს გალოდინე, ხო? იცი, არ მეგონა ასე თუ გაბრაზდებოდა 5 წუთი დავაგვიანე, მეტი ხო არ. ხაების ამბავი ხო იცი, ზოგიერთის 5 წუთი 5 წუთია, ზოგიერთის კიდე საათი და 5 წუთი. თან 5 წუთი ერთი შეხედვით ცოტაა, მაგრამ 300 წამია. ხო. დედა საერთოდ ვერ წამს დაგვიანებას. აი მამას 4 წუთი დააგვიანდა და მაგიტომ დაშურდა. რას ვიფიქრებდი, ასე თუ გავრაზდებოდა? გარედან ჩანს ასეთი თორემ შეჭამა კაცი ვეღარ გაუძლო. მაგრამ დედა ჩემია და რა ვქნა. ხო. შეჭამა? აი ხომი ვიდი ბატონო ხება. მადლობა. ნუ შემოვიდა. არ დამინახავს, ბოლმის სუნი მეცა და მე. გამარჯობა. დილით დავით ასე რა. მაგან არ მინდა გაიგოს თათე და ჩემი მგზარი ხوار შემოსულა დასალევად. კი, შემოვიდა. ლამაზ ბოთლებს ხوارი ბარებთო და მეუთხარი არამეთქი და წავიდა. დედა გამეყარა ესე იგი დასალევად. მაგ ლამაზ ბოთლებთან ერთად დავმარხავ მაგუბედურს. ნუკა. დედა დილით გიპოვე. სახში არ იყავს და მეზობელმა მითხრა რომ იქნახავთ ბარშიო. თათია, ჩემი უსაყვარლესი მული გახლათ ელზა. საუკეთესო ნამხوار და საუკეთესო ყავა მოართ. აგიყვათ ის სახში, მაგრამ მემზარი არ არის და თან გასაღების თან გახლათ. აი მემზარი სად არის ნონოკა? არ გამიმალო კიდე სვა. არა, რას ლაპარაკობ? მეზობელ სახში მინისტრის ბიზნესი და ეხმარება. ხო, რას მეუბნები, ნონოკა, ვიფიქრე, გავალჩენებ და ვხედავ მეთქი. ხო, თან ინდირას ამბები მაინტერესებს გოგო. ხომ მაყოფილია ქმრითა? კი, ძალიან დედა ისეთი კარგი სიძენ შემხვდა, შენ ქეთინოში ახვედრა ისეთი და შენ ოჯახში შემოვიდეს ისეთი.
საჯაღლოს ტანი. თავი აქვს ესე იგი ლალის ფერი სულ ანაფერს. რას მეკვნები კაცო? ძლივს არ მივხვდი რაშია საქმე? კარგი ძალიან. ნუ აი ესეთი კარგი სიძე რომ შეხვდა. ხალხი დაიბოღმა და რას არ ამბობენ? აი რას ლაპარაკობ, რას ამბობენ მითხარია? როგორ რას ამბობენ და ნუ კაც პანკი სიგე შეხვდაო. პანკი? პანკი, ამიცი რა არის, მაგრამ შეიძლება თუ კარგი არის ჩემი სიძე, აბა რა პანკიც არის. პანკი მეც არ ვიცი რა არის, მაგრამ იცი რა თქვენს მგონი? ისაო ჯაჭვები კიდიაო და თბები აქ თითქოს შეღებილიო და კიდე რაღაცა უცნაური სამკაულები უკეთიაო. ნუ კაი. ეს ჯაჭვი? კი აქ კიდია ჯაჭვები. აბა ჯაჭვის პერანგიაც ესეთი ვაშკაცია ქართული. ამა შემშულზე ამბობს, ოჩაღნუ ეხლა მემაცალე. გამარჯობა, მოგესალმებით. ნება მიბოძეთ წარმოგიდგეთ. ელზა, ჩემი უსაყარლისები მოხვედი ჩემი ძახალი გაახლავთ საქართველოს სახალხო არტისტი ფრიდონ შვანგირაძე. ახლა რა საჭირო იყო ახლა შესავალი? უბრალოდ ფრიდონი, უბრალოდ ისიც მე და ნუნუ ისეთ პატივს ვცემთ ერთმანეთს, რომ ზოგჯერ ზედმეტი მოკლეს. ასე თუ გაბრაზდებოდა. თან საერთოდ ვერ ტანს დაგვიანებას. აი, მე მშობიარობის დროს რამდენიმე წუთით გვიან გავჩიდი და მას მე სულ მეჩხუბება. ელენე, არა ნიკა მომისმინე, კარგი ნიკა, ყველა დედა ესეთია, დედამ კაცი უნდა იყოს ნიკა. ზიადიტო. თან მარტო დაგვიანებაზე კი არის. ერთხელ სკოლიდან 10 წუთით ადრე მოვედი და მაგაზე კინაღა მომკლა. ეგ იმიტომ რომ სკოლა გააცდინე ალბათ. ნიკა, მიდი ერთი ჭიქა წყალი მომიტანე. არა ალბათ გაულის მე დაურეკავ ყველაფერი მოგვარდება და ხო მოდი მე დავლევ და წავალ ხო? აუ არ წახვიდე ჩადიადიტო რა. ლაშაბიძიაც არ არის სახლში და თქვენ რომ წახვალ შეიძლება გაბრაზებულმა ჩემზე იყაროს ჯავრი. რას ამბობ? ეს დედა რო გაბრაზებული არის ხოლმე, ცხოვრება ჭურჭელს უმალოდ ყველაფერს ლეწავს. ნიკა, შენ მოგეშინია შენ მე დაურეკავთ დაველაპარაკები და იმედი მაქვს მიხვდება. დაურეკავთ? ხო. აუ არ დაურეკოთ რა გიხვეწებით რა. რატო ნიკა? ტელეფონი ახალი ნაყიდი აქვს და მაგასაც დალეწავს. კარგი, მე იცი მოდი მე წავალ. ასე ხო არ ვიცდები და ბოდიში ნიკა არ მეგონა თუ ასე მოხდებოდა. ნახვამდის. კარგად. კარები, კარი. ხო. კარგი ნიკა. შვიდობით. მაგარი სათამაშოა. ნახევარი საათით უნდა გადმომიწვი. ეს ჩემი უსაყვარლესი და ერთადერთი მულია. ძალიან სასიამოვნო. ძლივს არ გაგიცანით, აი ძლივს. იცით, სულ თქვენზე ლაპარაკობს ნუნუ. დიახ, საერთოდ ძალიან ყურადღებიანი ქალია. აი დილიდან რომ ჩამოუვლის მეზობლებს ანაღოლას არ მოიკითხავს, მანამდე არ გაგაჩერდება. მთელი დღე ამის მოკითხვის ხმა ის. ძალიან კარგი ადამიანია. არა ჩვეულები შენ კიდე არ იცი. ესე იგი სუვეუნები ფრიდო, ნუ ხარ ესეთი ძალიან კარგი, ნუ ხარ ესეთი კარგი, ნუ. არა. თვითონ არის ნუნუ გადასარევი ადამიანი. ეხლა თქვენ რა გინათ ამის სწავლება ესეც გეცოდინება ხო? არა. ძირფასი. ალკოჰოლიც არ მომიტანია, რა ხდება ახლა? ბატონო. ცოტა ხნის წინ თქვენ შულზე მიყვებოდა.
ძალიან უყვარს. კი, გიждები. კი, ნამდვილად გიждები. შეიძლება ხოდა მეც მაინტერესებს გავიცნო, კაცო. მე თუ უნდა გავიცნო. აბარა, ქუჩაში რომ შევხვდი, შემხლავით ხო მომეჭრა თავი. სიძეს არ უნდა ვიცნო მე. ფოტო ხო არა? ფოტო. რა გინდა ფოტო? რა გინდა ფოტო? არის იცი, აი შეხედე ფრიდონს. მოაკელი 30 წელი, მოაკელი 10 კილო, ცოტა თმები, ესე იგი ბევრი თმები რო ქონდეს, შეგორი აი ესეთი ახოვანი, ცოტა მხარბეჭი, ესე იგი ხმა ბოლხი და ზედ გამოჭრილი მამამისია. ენასვალოს მამა. გასძანებთ. აბა, საოცრება ყოფილა და ხო, მაგრამ ინდირას ნახვა მაინც მინდოდა რა. ინდირას ვერ ნახავ. ეს რა არის იცი, ახალგაქორწინებულები ხო ეს. ნუ გავიქცი. ვიცი, ნუ კარგით მაშინ ვერ წახვ. დაიმე, არა, რას ლაპარაკ ვაგაცილებ. არა, არ მინდა. გადავიხდი და გადავიხდი. მე გადავიხდი. ვერ დაასწრებს გადახდა საოცარ გაჩიმა არ მინდა აქვე დაგემშვიდობებით ნახვამდის კარგად იყავით თქვენ შემოგრევთ გამომიარეთ ბარი ჩვენთანაც არის ნახვამდის ხელი გამიშხელი შენია გადამეკითხა პატაკი თანახმავარ არა ეს რაღაც ძალიან ბანალურია აბა ესე კი პატა თანახმავარ არა ესეც არ ვარ და რაღაც არადამაჯერებელია პატა თანახმა კი ვარ ეს რაღაც ლასრობა გამოვიდა ისე ბანალური ვერსია ჯობია პატაკი თანახმა პატაკი თანახმა ვა თეკლა შენ არ გათხოვილ ხარ ჯერ არა ისა პატას ვიდ ამერიკა მოვალო და ხელი უნდა მთხოვოს მაგარია ო ძალიან მაგარია ძალიან მე ძალიან მიხარია თეკლა ლაშა ვინმესთვის ხომ არ გითქვამს არა თეკლა რას ქვია შენ რა არ ვიცნობ მე რას ქვია ხა ვის ვეთხოვი აი მე თეკლა როგორ გამიხარდა შეგა აჰა აბა არა თეკლა შენ ხო იცი მე და ელენე როგორი დედმამიშვილი ვარ ჩვენ არ უმალავთ ერთმანეთს არავის და ეხლა ელენესთვის უნდა მეტყვა ლაშა კი ისავე ელენე ველოდები აი პატას უნდა მოვიდეს აი მე რა საყვარლები ხო აი მე შემოგთავაზ და პატა შენ ციცი არ ვაპირებდი თქმას. მართლა არ ვაპირებდი თეკლა, მაგრამ ხო იცი ჩემი დამოკიდებულება სოფისადმი და მოდი შენ ამაზე ნუ იფიქრებ საერთოდ. იმ არაჩვეულებრივ წუთებზე იფიქრე, რომ გელოდება. არ მოსულა ჯერ პატა. არა, ველოდებით ყველა. ისე თეკლა შენ ძალიან ჭკვიანი გოგო ხარ, რომ არ გამოიბრანჭ. იცი, ასეც თუ შემოგთავაზა ხელი თუ გთხოვა, ესე იგი ნამდვილად უყვარ ხარ. სოფი ვიხუმრევი მე რა მოწყენილობა არა აი მე ხომ არ დაგვაბიან როგორ გამიხარდა შვილებო თქვენი ამბავი როგორ სად არის პატა მოვა მალე მოვა ლაშა კიდევ იმეცის არ მეტი არა სწორად მახსოვს და ისა დიდი მადლობა ესე რომ გულშემატკივროთ მაგრამ იცით ძალიან დიდი ბოდიში მაგრამ იქნებ წახვიდეთ იმიტომ რომ პატა მოვა და უხერხულია რომ დაგინახავთ თეკლა მომისმინე ჩვენ ახლა იცი რას ვიძახთ ყველანი დავიმალებით ისე რომ პატამ ვერ დაგვინახოს და რომ მოვა პატა ხელს რო გთხოვს და შენც რო თანხმობას ეთქვი ჩვენ ყველა გამოვთ და მოგილოცავთ ოჰო ვიქეიფებთ მე და ხო რა ვიცი კი არა თეკლე რა გამით ხوارდი მუსტები ძევით ხვეი დავიმალებით და მე ყველა ერთად გამოვა დავიმალო აი მე კარგით რა ხალხნო რა მართლა რა მოწყენილობა რა უნდა დავიმალოთ ელენე მომისმის სოფიკო ისეთ ადგილას დამალე რომ პატა რომ ხელს ხოს კარგად დაინახოს როგორ
ვაშა რა შეძე? აიპადს. აიპადს? აი, ვაშა მომისმინე გაფრთხილებ. არ დავინახო, არ გადაიღო აიპადით როგორ დაიჩოკებს პატა და როგორ მხოლოდ ხსელს და მე რომ ვეტყვი კითხო და აივანზე გადი იქიდან კარგად ჩანს. თეკლა, როგორ ხარ? ძალიან კარგად. რა ლამაზად გაცილე, თეკ? პატა, მადლობა, პატა. თეკ, მე რო დილით გითხარი, რომ სახამოსთვის შენთვის სურპრიზი გქონდა მომზადებული, ხო გახსოვს? კი, მახსოვს, პატა და მითხარი. ოღონდ ცოტა ხმამაღლა მითხარი. ხმამაღლა? ხო. კარგი ხმამაღლა იყოს. თეკლა, მე და შენ მთელი ცხოვრება ბედნიერები უნდა ვიყოთ, თეკლა. ამისათვის რა არის საჭირო? შენ დამითხრა, პატა. ამისათვის საჭირო. პატა, დაიჩოქე მუხლებზე და ისე მითხარი. კარგი, დავიჩოქები და ისე გეტყვი. მოკლედ, თეკლა, ამისათვის საჭიროა, რომ მე და შენ მთელი ცხოვრება ჯანსაღი საკვებით ვიკვებოთ. თეკლა, რა გჭირს, თეკლა? ზვირფასო, თეკ. ბაბუა ჩემი ძროხამ ხბო მოიგო, თეკლა. ეს თეკლა, რა გჭირს, ზვირფასო, ბაბუა ჩემი ძროხამ ხბო მოიგო, თეკლა. თანახმავას. ვიცა რა? ვიცი ზვირფასო, შოქში ხარ, ვიცი გასაგებია, მაგრამ თუ შენთან ცხოვრება გადაწყვეტე, ესე სურპრიზი ზუსტად შეიჩვენო, რომ გაგათამამებ ამის შემდეგ ესეთი სურპრიზი. დაგტებო, თქვენ საქმად? ეს რა მაფიქრებინა? რა გაფიქრებინა? არაფერი, მე უფრო კრუხის გარშემო ვტრიალები, პატა. რაო, პატა. რაო და ბატონო ფრიდონ, 4 გოგოსთვის მაგ ხელი ნათხოვე, კი. ხო, მაგრამ მე ესეთი ორიგინალურად თუ შეიძლება ხელის თქმა მე არ თეკლა რა მაგარი სიტუაცია ხოს აღნიშნავს. აუ გაგიხარდათ ხო? მე და თეკლა ისეთი ბედნიერები ვართ, ეს გაგიხარდათ ხო? აბა ჯერ სათხარ შედახე ეს ხბო რომ წამოიზრდება და საძოვარზე დამოუკიდებლად რო წავამე. გრანდიოზული ამბავი თუ იყო, მე ჩემს ბრილიანტის საყურებს ან ლუი ვიტონის ჩანთას მაინც გასხოვდი, ხო არმენანებო. ხო, კარგი სოფიკო, შენ ნერვები არ მაქვს ახლა. რა ლაპარაკობ, გოგოებო, ერთი გავიგე. აი, არაფერი, პატა, სოფიკოს ვეუბნებოდი, ისეთი ბედნიერები ვართ მე და პატა, ჩემი წყალი გადმოგხსმოდეს მეთქი. კარგი, ხო, თეკლა დაწმანდი, დამშვიდი ხმართალე, შენ სხვა რამეს ელოდი, სხვა რამე დაგვდა, მაგრამ ის ხო არ წაბა ხელზე? გავალთ ჩვენ, თეკლა, გავალთ. აი ეს გამომარჩე. ეს რაღაც მინდა ბატონო ფრიდონ. ხო, საჭამე შვილო, ყვება ჭირდება. თეკლე შვილო, მე თქვენც უნდა დამცინოთ ხო ნუნდეიდა. არა, ერთი სათხოვარი მაქვს. ჩემი ინდირა ხოთი რა მდგომარეობაშია და იქნებ ყოველდღე ნატურალური რძე 1 ლიტრი მაინც ჩამოუტანო ხოლმე, ძალიან გთხოვ. აი, ეშე. ყოჩა. კარგი, პატა, ჩვენ წავიდეთ ხო, წამოდი უნდა მოგიყვე. აუ, რა მაგარი ტიპი ყოფილა ისე თეკლა, თურმე ძალიან მაგარი ტიპია. წარმოიდგინე, წითური, შენსავით რა წითური რა. უკან აქვს თურმე ზურგზე მარტო ერთი თეთრი ლაქა. ხო და ერთი თეთრი ლაქა აქვს და რა დავარქოთ? ერთ თეთრ ლაქა ხო არ დავარქოთ? პატა, გულგატეხილა? არა, გულგატეხილა. სოფიკო დავედი, გადასწრ. საწყალი თეკლა, რასახე ქონდა, პატამ რო ხბოს ამბავი ახარა, მე კიდე ვერ დავინახე, რა ნუნუს ბუშტები მეფარებოდა. ხო, ესე რა პრობლემაა, სოფი. ელენე, ჩვენ პოპკორნი ხო გვაქვს? მე ვიდი მოიტანე და მაგარ კომედიას უნდა გაყურებდი. მანა.
თქვენია. გიშელაპარაკები. ხო და თუ შენ გელაპარაკები? გელაპარაკები. რამ გადაგაწევინა საათი? ჰა? ნიკა, ძალიან მატკინე გული, მეც და დიტოსაც. ძალიან ცუდად მოიქეცი. ვაღარ პროცედურად მოიქეცი ბოდიში. რაღაცა შემსრულებ უნდა გთხოვ. რა გინდა? რა დიტოსთან დაიკე ბოდიში უნდა მოუხადო. ხო დიტო მე ვარ. არა არ ვეჩხუბები. მოიცა ნიკას უნდა შენთან ლაპარაკი. მადლობა რომ მანქანა მაჩუქე და სათამაშო კულტიან გემს მიყიდი? ნიკა